დაახლოებით 2 თვის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მამა ყვება თავისი მცირეწლოვანი შვილის შესახებ, რომელიც თბილისის მერიის რეაბილიტაციის პროგრამაში ვერ მოხვდა. არადა ოჯახმა სპეციალურად სწორედ ამ პროგრამაში ჩასართველად და შვილის დასახმარებლად მიატოვა მშობლიური ქალაქი ქუთაისი, სადაც მსგავსი პროექტი არ არსებობს და დედაქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულტყუილად პროგრამაში ჩართვა მხოლოდ თბილისში 2015 წლის ივლისამდე რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. პატარას მამა იძულებული გახდა თვითონ ესწავლა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მოვლა და ახლა ცდილობს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს პრობლემას. თავისთავად ის ფაქტი, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დასახმარებლად თბილისის მერიაში პროგრამა მოქმედებს, რა თქმა უნდა, ნამდვილად ძალიან კარგია, მაგრამ უფლებადამცველები ამბობენ, რომ პროექტი დისკრიმინაციულ ჩანაწერებს შეიცავს და დასახვეწია. Modern instrukcja შევასრულე. ჩვენეთ წვერი დღევანდელი მსოფლიო ჯერ კიდევ იკვლევს და მსჯელობს, საიდან მოდის, როგორ ჩნდება აუტიზმი. მემკვიდრეობითია თუ შეძენილი, ვაქცინების ბრალია თუ არა. უამრავ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ გაუცემელია. ამის მიუხედავად დღევანდელი სამყარო აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს ABA თერაპიას სთავაზობს, ანუ სარეაბილიტაციო პროგრამას ბავშვებისთვის. 4 წლის წინ ქუთაისში ცინცაძეების ოჯახში ვაჟი დაიბადა. გაბრიელმა ფეხი 1 წლისამ აიდგა. ზუსტად ამ დროს მშობლებმა შენიშნეს, რომ გაბრიელი ხან კედელს, ხანაც სკამებს ეჯახებოდა. ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდნენ, რომ ბავშვის ამგვარი ქცევის გამომწვევი მიზეზებისთვის მიეკულიათ. მოგვიანებით ექიმებმა მცირეწლოვანს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ოჯახი ქუთაისში მალევე დაბრუნდა, თუმცა ამაოდ. რომ მოვიძიეთ ქუთაისში თუ აუტიზმის მქონე ბავშვს რა საჭიროებებიც აქვს, ამ მხრივ არანაირი სერვისი და სპეციალისტი ფიზიკურად არ არსებობდა. ნუ ეხლა პროგრამაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, ანუ საკუთარი სახსრებითაც რომ მიგეყვანა სადმე, ამის სპეციალისტი ქუთაისში ფიზიკურად არ არსებობდა და ამიტომ შემდეგ გავიკეთ, რომ თბილისში იყო ასეთი პროგრამა, არსებობდა სერვის პროვაიდერები და იქედან მოყოლებული ვიბრძვით ამ პროგრამაში ჩართვისთვის. 31 წლის ბესომ და მისმა მეუღლემ ქუთაისში ბინა, სამსახურები, ახლობლები დატოვეს და თბილისის მერიის ინიციატივით წამოწყებულ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩასართავად თბილისში გადმობარგდნენ. თუმცა პროგრამაში ვერ მოხვდნენ, რადგან საკრებულოს დადგენილებაში ვკითხულობთ. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვები. 2 წლის განმავლობაში სისტემატიურად აკითხავდნენ თბილისის მერიას, თუმცა ყურადღება მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა მიმართვამ მიიქცია. სოციალურ ქსელში ბესოს მიმართვა 300,000-მა ადამიანმა ნახა და 8,000-მა გააზიარა. ადამიანის გამორჩევა, დისკრიმინაცია არ შეიძლება საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, კანის ფერის, რასის მიხედვით. ეს ჩვენ კონსტიტუციაში მე-14 მუხლში გარკვევით წერია, რომ არ შეიძლება ადამიანი გამოყო. იმის გამო, რომ გაბრიელი პროგრამაში ჯერ კიდევ ვერ მოხვდა და დრო არ იცდის, ბესომ გადაწყვიტა თავად ესწავლა საბაზისო ABA თერაპია. თელს დღეს თავის შვილთან ერთად ატარებს. აივანზე მწვანე გარემოც მოუწყო. ვერანაირად ამ პროგრამაში ვერ ხვდებოდით. მე თვითონ გავიარე კურსი ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე ბავშვთა კვლევის და განვითარების ინსტიტუტში და მე თვითონ ვამეცადინებ გაბრიელს ცოტა სახლში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ აუტიზმის მქონე ბავშვთან მუშაობის დროს ჭირდება სუპერვიზირებაც. პროგრამა დაგიწეროს სუპერვაიზორმა და შემდეგ აკონტროლოს ეს. პირველად თბილისის მერიის ინიციატივით 2015 წელს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამა შემუშავდა. თავდაპირველად მხოლოდ 2 ცენტრი იყო, ახლა 6-ია. დღესდღეობით ამ მომსახურებით 600 ბავშვი სარგებლობს. თითოეულისთვის ქალაქის მერია თვეში 420 ლარს გამოყოფს, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ბენეფიციარებს 2 სარეაბილიტაციო საათი აქვთ გამოყოფილი. თუ 2015 წელს 100 ბავშვიდან მხოლოდ 1 იყო აუტიზმი,
აუტიზმის სპექტრის მქონე ახლა 62 ბავშვიდან ერთია. შესაბამისად, მოთხოვნა ასეთ პროგრამებზე ყოველწლიურად იზრდება. ნოგწო საქთამაში? ბოდო. ბესოს ოჯახისგან განსხვავებით მარი კორკოტაძის 8 წლის ვაჟი უკვე 5 წელია რეაბილიტაციის პროგრამით სარგებლობს. თავდაპირველად ოჯახი თავისი სახსრებით ცდილობდა ბავშვის რეაბილიტაციის პროგრამის საფასურის გადახდას. უკვე 2 წელია, რაც დათა მერიის პროგრამაში მოხვდა და რეაბილიტაციას სახელმწიფო უფინანსებს. რაც უფრო ადრე ხდება თქვათ ბავშვის ჩართვა ამ ABA თერაპიაში, მით დიდი შანსია იმის, რომ ბავშვი გამოვიდეს მდგომარეობიდან. ანუ ესეთ შემთხვევებიც არის უკვე, რომ დიაგნოზიც იხსნება. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ბავშვის სოციალიზაციას. და როგორც ვიცით, აუტიზმის მქონე ბავშვებს სწორედ ეს პრობლემა აქვთ. უჭით ურთიერთობა სხვებთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი პროგრამით სარგებლობს, ის მაინც იბრძვის სხვების უფლებებისთვის. მარიმ სხვა მშობლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია ფადი ჩამოაყალიბა. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ბესოს მიმართვის შემდეგ მათ მხარდაჭერა სხვა ფორმის აქციით გამოხადეს. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი ვერც სკოლაში ვერ მივიდოდა და ბაღშიც ვერ ივლიდა. ადრეული ასაკიდან პროგრამით სარგებლობა ვერ შეძლო ნატოს 13 წლის ვაჟმა. ისინი საინგილოდან თბილისში 2 წლის წინ გადმოვიდნენ. ლევანმა საქართველოს მოქალაქეობა 2017 წლის 28 მარტს მიიღო. თუმცა დროებითი რეგისტრაციის საბუთი ოჯახს 2015 წლის თებერვალში უკვე ჰქონდა. მათ ჯერ დადებითი პასუხი მიიღეს პროგრამაში ჩართვაზე. იმავე დღის საღამოს კი მერიამ აღმოაჩინა, რომ ბავშვი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო და გადაწყვეტილება შეცვალა. მე ვერ მუშაობ, იმიტომ რომ ესეთი ბავშვის როგორ ვიმუშავებ და მეუღლე კიდე ხან რას აკეთებს, ხან რას, რომ ოჯახი არ ჩინოს, ვერ ვაფინანსებ ბავშვს, ვერ დავყავს ვერსად. აგერ მე მაქვს ყველაფერი, რომ წერია, რომ რეგისტრაციის თარიღი არის 26.02.2015 პირველად რომ დარეგისტრირდა ბავშვი და მე რომ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. ეს ხო დისკრიმინაციაა. თბილისის მერიაში კი ასე არ ფიქრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ჩანაწერი საკრებულოს დადგენილებაში დისკრიმინაციული არ არის. თბილისის ბიუჯეტი ვერ გაწვდება მთელ საქართველოს. ეს ცალსახაა. სიტყვა დისკრიმინაცია შეურაცხყოფას აყენებს იმ ოჯახებს და იმ ბავშვებს, რომლებიც ამ დადგენილებით დღეს იღებენ სერვისს. ეს დადგენილება 600 ბავშვს ემსახურება და ეს დისკრიმინაციულია, ეს ბავშვები კაი სერვისს რო იღებენ? თვითონ ბატონი გელა რო თვლიდეს, რომ ეს არის დისკრიმინაციული, მას აქვს საკანონმდებლო საშუალება თავად გააბათილოს დისკრიმინაციული დებულება, რომელიც შეიძლება ყველას მოუვიდეს, თუმცა ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ ეს არ სჯერა, რომ ეს არის დისკრიმინაციული. არავინ ითხოვს, რომ მთელი საქართველო დააფინანსოს თბილისის ბიუჯეტიდან ბატონმა გელამ, აქ არის საუბარი შემდეგზე. რა საშუალებაც მუნიციპალიტეტს გააჩნია, ეს საშუალება ბოლომდე უნდა დახარჯოს სეგრეგაციის გარეშე. ვის აფინანსებ, ამ ნაწილში არ შეარჩიო ბავშვების კონკრეტული ჯგუფი. ისევე როგორც გაბრიელს, ლევანსაც სახლში მშობლები ასწავლიან წერა-კითხვას. ლევანი უკვე 13 წლისაა. პროგრამა 15 წლამდე ბავშვებს ვრცელდება. დრო კი არ იცდის. ჩანაწერის შეცვლის შემთხვევაში ლევანი 1 წელი მაინც შეძლებს იმ რეაბილიტაციის გავლას, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება.